25 დეკემბერია, 4 შაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამომშვიდობისა. ვერ შეძლებს არჩევნების გამართვას. ზურაბიშვილმა როგორ უნდა დანიშნოს არჩევნები, თუ კონსტიტუცია ამას არ ითვალისწინებს? რისთვის იკრიბება ყოველდღიურად მასთან ოპოზიცია? მოთხოვნა არის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები. ძალიან მარტივად რო ვთქვა, ჩემი პირადი პოზიცია, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები. წერტილი. რეალურად ხდება ის, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა გადაადგმევინონ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კონსტიტუციასაც უპირისპირდება და რასაკვირველია სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. უკმაყოფილებას გამოთქვამს ვივამედიდან ყოფილი პრეზიდენტი. თუ ხალხი ჩამოთქვავს რეგიონებიდან მაგალითად უკან არ უნდა გაუშვათ გამარჯვების გარეშე. თუ ძალიან ბევრი ხალხს ტრიფავთ, ის არ არის უბრალოდ ფონი განცხადებების. ის არის იმისათვის, რომ ვიმოქმედოთ. კვირის ბოლოს ქვეყანას ახალი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ეყოლება. დღეს თავისუფალ სივრცეში პოლიტიკური პროცესების შეფასებით ლეიბორისტებიდან გიორგი გუგავა, გირჩიდან სანდრო რაქვიაშვილი, ხელისუფლებიდან ლადო ბოჟაძე. საზოგადოებრივი პოზიციით არქიტექტორ დიზაინერი ბაგრატ გრუზინსკი. ხდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. მაშასე გიორგი გუგავა უნდა ჩავრთოთ ლეიბორისტული პარტიიდან. საღამომშვიდობისა, ბატონ გიორგი, მადლობა პირველ რიგში ჩართვისთვის. თქვენ ალბათ თვალყურს ადევნებდით. ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს პრეზიდენტთან იმ 4 პარტიის, უпростоრად 3 პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რაც ამ დროისათვის ცნობილი არის, რაც გახმაურდა მედიასთან, ეს არის რომ ემზადება საქართველოს პრეზიდენტი რაღაც გადაწყვეტილებისთვის და სავარაუდოდ მინიშნება იყო იმისკენ, რომ უნდა დანიშნოს ხელახალი თუ ვადამდელი არჩევნები. ეს გაახმაურა ნიკა გვარამიამ. ასევე ანადოლიძის განცხადება იყო, რომ უნდა დადგნენ და დაიცვან საქართველოს პრეზიდენტი 29-ის შემდეგ, ან უნდა გამაგდეს ოპოზიცია მის სასახლეში. თქვენი შეფასება როგორი არის აი ამ საკითხებზე? გამარჯვება ვახო, გამარჯვება საქართველოს, გამარჯვება იმ ხალხს, ვინც თავისუფლებისათვის ბრძოლაში დგას რუსთაველზე და ეს ჩართვა რომ დამთავრდება მე შეუერთები მათ. მე მინდა უპირველეს ყოვლისა მადლობა გითხრა შენ ვახო პერსონალურად, შენ ერთადერთი ხარ ქართველ ჟურნალისტებს შორის, რომელიც გვაძლევს საშუალებას ჩვენ ლეიბორისტულ პარტიას გვითმობს ეთერს განსხვავებით დანარჩენი ტელევიზიებისაგან. ეს შეეხება მათ 10 წელია დაბლოკილი ვყავართ სახელმწიფო პროპაგანდისტულ საშუალებებს და იგივეს აკეთებს უკვე 6 თვეა ეგრეთ წოდებული ოპო ტელევიზიები ხაზარაძისა და გვარამიას მიერ მართული და დაფინანსებული ტელევიზიები. ახლა რა განსხვავება რუხაძე რომელიც იმედს მართავს, ფლობს ბანკს და ძარცვავს პენსიონერებს და ხაზარაძეს შორის, რომელიც ფლობს TBC ბანკს, ძარცვავს თელ საქართველოს, ფლობს ტელევიზიას და რომელიც ბლოკავს და იგივე ცენზურას ახორციელებს, როგორადაც ახორციელებს ამას სახელმწიფო პროპაგანდისტული საშუალებები. არჩევნების წინ არ მოგცეს საერთოდ საშუალება, რომ ჩვენი აზრი, ჩვენი შეხედულებები მიგვეწოდებინა საზოგადოებისათვის მონაწილეობა მიგვიღოთ დებატებში, მივეწვიეთ გადაცემებში და იგივე გრძელდება დღესაც. აი მთელი პარტია ჩართული ვართ ეხლა ამ საპროტესტო აქციებში, საერთო სახალხო წინააღმდეგობაში. რამდენიმე მარშის ავტორი იყო და წინამძღოლი იყო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი. არავინ არ გააშუქა საერთოდ. ასევე გურიაში რეგიონალური ლიდერი დავით მამალაძე, რომელიც ასევე ორგანიზატორი იყო იმ აქციებისა, რომელიც ოზურგეთში გაიმართა. ასევე ქუთაისში, ასევე რეგიონალური ლიდერი ჩვენი ირაკლი კიკვაძე, პრეზიდენტიც გბლოკავთ ბატონო გიორგი? სათავეში უდგმებს. პრეზიდენტიც გბლოკავთ, რომ არა, პრეზიდენტიც ხომ არ გბლოკავთ შემთხვევით, რომ არ იმყოფებით თქვენ მასთან აი ამ შეხვედრებზე? გეტყვით, ამასაც გეტყვით აუცილებლად. ასევე თელავში ჩვენი რეგიონალური ლიდერი სათავეში უდგას იმ აქციებს, რომელიც ამ ქალაქში იმართება. პარტიის ლიდერი ყოველ დღე აქციებზეა და საოცარი შეხვედრები აქვს
ხალხთან, თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხთან საოცარი სიყვარული, ურთიერთგაგება სუფევს მან და არც ესეთი ტელევიზია, აი წარმოიდგინეთ, რომ დაგვინახავენ თავქუდ მოგლეჯილი გარბიანი ისე, როგორც კეთროვანებისაგან გარბოდნენ და ამაში მე ვფიქრობ, სალომეს ხელის ურევია, ჩვენ გვახსოვს მისი განცხადებები არჩევნების წინ 4 პარტია და დგანან ახლა ერთად და მათი დაწყებული წინააღმდეგობის პროტესტი ვნახეთ როგორ ჩავარდა, როგორ ჩაფლავდა და მე დარწმუნებული ვარ აი ეს პროცესი, რომელიც ეს საერთო სახალხო წინააღმდეგობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, გაანთავისუფლებს საქართველოს ოლიგარქიული რეჟიმისგანაც და გაანთავისუფლებს ტელევიზიებს ცენზურისაგან. აი ესე მიდიან ისინი ევროპაში ამ ცენზურით, დაბლოკვით, შერჩევით, პროპაგანდისტობით, რა მნიშვნელობა სახელმწიფო პროპაგანდა იქნება თუ რა ქვია ოპოზიციური პროპაგანდაა და ამავე დროს მიმართავ ჟურნალისტებს. რა არის ეს? აი ესე როგორ უნდა და სად დაივიწყეს ჟურნალისტური სტანდარტები, თავისუფლება, რატო არ გბაძავენ თქვენ თუ არ ექვემდებარებით არანაირ კონიუნქტურას, ისინი რატო ექვემდებარებიან? რატო იქცევიან ისე როგორც სახელმწიფო ჟურნალისტები? ეს ასე ვთქვათ, მიუღებელია და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, რომ არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მაგრამ სიმართლე არ დაიმალება, ბატონ გიორგი არ იმალება და ჩვენ დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეხედულებებს, ჩვენ იდეებს, ჩვენს მოქალაქეებს უშუალო შეხედულებაც ვაწვდით ამას და ყველა გვიყურებს, მაგრამ გასაგებია ბატონ გიორგი, ჩემ შეკითხვასაც რომ უპასუხოთ, აი ამ კონსულტაციებიდან რაც იკვეთება, თქვენი შეფასება როგორი არის, რომ მოხდეს სალომე ზურაბიშვილის დაცვა თუ არ ვიცი რა ქვია ამას, რომ გამაგრდეს ოპოზიცია ათონელის სასახლეში და მეორე ბადამდელი არჩევნები, რაც შეიძლება დანიშნოს სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ ამის უფლება მას არ აქვს. ვახო, მოდი შევხედოთ პროცესს აი ესე. თავარი წინააღმდეგობის ფორმატის საერთო სახალხო აჯანყება, ქართული სულის აჯანყებას უყურებთ ჩვენ რუსთაველზე. მას არ ყავს ორგანიზატორი, მას არ ყავს ლიდერი. საერთო ორგანიზებით ხდება და ამას განაპირობებს ის სულის კვეთება, რომელიც საზოგადოებაშია. სადაც ცხვირი ჩაყვეს პარტიებმა, ეგრეთ წოდებულმა ოპო პარტიებმა და ვინც არიან ისინი, ყველგან დაშალეს, ყველგან საბოლოო ჯამში გაურიგდნენ რეჟიმს და ეს ასე ვთქვათ, ეს გამოცდილება მიიღო საზოგადოებამ, მიიღო ხალხმა და თქვენ უყურებთ, რომ ყოველგვარი პარტიების ორგანიზების, ყოველგვარი სცენის და ასე შემდეგ მიმდინარეობს ოლიგარქიის წინააღმდეგ ეს საერთო სახალხო აჯანყება დავარქვათ ამას. იმიტომ თუ გადავხედავთ საქართველოს 3000 წლოვან ისტორიას და მეტიც არის, ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისათვის და ამ ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ აი ჩაახშობდა და ჩაკლავდა ქართულ სულს. ეს ჩვენი რაობა, ჩვენი იდენტობა თავისუფლებისათვის ბრძოლას და მას ვერ მოერავა ვერავინ, შემოგვემსხვრა მრავალი იმპერია და ეს ქეციანები ვინ არიან? აქედან გამომდინარე მე ასე ვთქვა დიდ იმედებს მათზე არ ვამყარებ, ახლა სასახლეში გამაგრდებიან, ბუნკერში გამაგრდებიან, რაიმეს გამოაცხადებენ, არ გამოაცხადებენ, ეს შეხვედრები აბა შეგლისთვის არის ბატონო გიორგი. ეს შეხვედრები ვისთვის არის, რომელსაც ყოველდღიურად ხედავთ ზურაბიშვილთან? არ ვიცი, ვერ გეტყვით, ახლა იმედია ჩამოაყალიბებენ ას შეხვედრებისათვის ბანკეტებისათვის არ იქნება, მაგრამ რეალურ გადაწყვეტილებებს მათი მხრიდან ჩვენ ვერ უყურებთ. ერთადერთი კარგი, რასაც გააკეთებენ ისინი, მდგომარეობს შემდეგში, რომ ხელი არ შეუშალონ ამ საერთო პროცესს. ხელი არ შეუშალონ. ვისმენთ ასევე, რომ ერთადერთი არის ლეგიტიმური ზურაბიშვილი. ამას ვისმენთ, ხო, ჩვენ თქვენი კოლეგა პარტიების მხრიდან. თქვენთვის რამდენად არის, როდესაც აირჩიეს ზურაბიშვილი, მაშინ თქვენ არალეგიტიმურად გამოაცხადეს თქვენმა პარტიამ. დღეს არის ზურაბიშვილი ლეგიტიმური თუ დღესაც არალეგიტიმურია თქვენთვის?
ლეგიტიმურობის ხაზი როდის დაირღვა, იცით, ამ ქვეყანაში და კონსტიტუცია როდის გადაგვახიეს ჩვენ თავზე, როდესაც ერთმა ოლიგარქმა შეისყიდა სახელმწიფო, ჩამოშალა ყველა ინსტიტუციები, საქართველოში პრაქტიკულად არ ტარდება არანაირი არჩევნები, ხალხს ეს უფლება აყრილი აქვს, ხალხს აყარეს თავისუფლება, აქედან გამომდინარე ახლა ისაა ლეგიტიმური, ესა არც ერთი არაა ლეგიტიმური, სიმართლე გითხრათ. არც სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გაყალბებით გახდა პრეზიდენტი, არც ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, შეუძლებელია ასე ტოტალურ გაყალბების შედეგად ფორმირებული მთავრობა და პარლამენტი იყოს ლეგიტიმური. მით თუ მეტეს მათ მიერ არჩეული ის რა ქვიან ყაველაშვილი თუ ბატონო გიორგი, აი თეორიულად რო დაუშვათ, ივანიშვილის ზოოპარკის რომელიმე ეგზოტიკურ ცხოველს. მოდით, მანამდე ერთი შეკითხვა უნდა დაგისვათ, მარტო ხელისუფლების თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით არა. თქვენზე, თქვათ, მანამდე ვიდრე ჩატარდებოდა არჩევნები, არც ერთი ოპოზიციური პარტიის გამოკითხვებით თქვენ ვერ გადალახეთ ის 5%-იანი ბარიერი და ისინი არ საუბრობენ, რომ თქვათ, ლეიბორისტებს ვინმე მხმები წაართვა, ხო? რაღაცა ისე ხართ დარჩენილები, ადრე წინა გადაცემაშიც გითხარით მარტო სახლში, ანუ ოპოზიციას ამბობდა რომ თქვენ ვერ ლახავდით აი ამ 5%-იან ბარიერს, ხომ გესმით თავის დროზე? ჯერთი გამოკითხვები მათ შორის ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ჩვენ 5%-იან ბარიერს ვლახავდით. მაგრამ დამჯდარი იყო ეს ოპო არხებზე, სადაც ჩვენ მოვკვეთეს, სადაც ჩვენ არ გვაკარებდნენ, ისხდნენ და ამტკიცებდნენ 24 საათი, რომ ლეიბორისტული პარტია ვერ გადალახავდა ბარიერს. აი პირდაპირ პროპაგანდა ქონდათ გაშლილი. ის კი არა ხელისუფლების წინამდე ქონოდათ გაშლილი საინფორმაციო პოლიტიკა, როგორ აპირებდნენ ისინი არჩევნების გაყალბებას. ყველა ხო ამბობდა დაწყობილი იყვნენ რიგში და ამბობდნენ რომ არა შეუძლებელია ამ ელექტრონული საშუალებებით არჩევნები გაყალბდეს. მე მეცაც გეტყვით. იცით ვინ იყო ამ ელექტრონული საშუალებების, რომელმაც საშუალება მისცა ივანიშვილს ტოტალურად გაეყალბებია ეს არჩევნები. ინიციატორი იცით ვინ იყო ამის შემოღების? ეგრეთ წოდებული ოპოზიცია. ხო მუდმივად ამბობდნენ, ხო ამბობდნენ. იცით თუ არა თქვენ ამ საარჩევნო ცვლილებებისაც და მე თელი წინა საარჩევნო პერიოდი მიუძღვნეს იმას, რომ თურმე რა ისეთი საშუალებებია, რომ შეუძლებელია ერთი ხმის გაყალბებაც კი. მე მეცაც გეტყვით. იმას რა ქვია, ხო, წინა საარჩევნოდ ისინი გარიგებული იყვნენ ივანიშვილთან. ივანიშვილი დაპირდა მათ იმას რა ქვია, ხელისუფლების გაყოფას და დაპირდა, რომ პრემიერ-მინისტრს მათსაც დანიშნავდა, ნუ ძალოვნებს შეინარჩუნებდნენ, მოდი მოვტეხოთ ლეიბორისტული პარტია, არ ჭირდება ის ასე ვთქვათ ბუნტის შემომტანი ამ სიამტკბილობაში. აბარისთვის არიან ახლა ქუჩაში. გადააგდო ისინი. აბარისთვის არის ახლა ლეიბორისტები. ისინი. გასწოთ. ანუ მეტი ხმა აიღო ოპოზიცია თქვენ ამას, ანუ მეტი ხმა აიღო ოპოზიციამ აი ამ პარტიებმა, ამ 4 პარტიამ რეალურად ასეთი წარმოდგენა გაქვთ ბატონო გიორგი თქვენ? ლეიბორისტულმა პარტიამ აიღო მეტი ხმა და ელექტრონული საშუალებებით გაყალბდა ეს. ვის სასარგებლოდ? ჩვენ ეს ხმები. ვის სასარგებლოდ გაყალბდა თქვენი ხმები? ვის სასარგებლოდ? რა თქმა უნდა ხელისუფლებამ წაიღო ეს და შეუძლებელია ასევე იმდენი ხმა აეღო იგივე სამთვის შექმნილ პარტიას გვარამისტებს, ასევე იმდენივე ხმა აეღო გაესწამაგებია ხმების რაოდენობა მევახშის პარტიას, ხაზარაძეს გულისხმობ, თუ ვინმეს წაართვეს ხმები, ეს უპირველეს ყოვლისა იყო ლეიბორისტული პარტია და ვფიქრობ ნაცმოძრაობასაც დაკლეს ხმები, თუმცა ისინიც იყვნენ ამ გარიგებაში. მე როგორც ჩვევია ბატონმა ივანიშვილმა ისინი გადააგდო, აი შარმიშელი ხო გახსოვთ, ჯერ ხელი მოაწერინა, დაპირდა და მე გადააგდო. იგივე მოხდა ამ შემთხვევაშიც. გასაგებია ბატონო გიორგი. გილაურს გახდი და იმად რა ქვია პრემიერ-მინისტრს დაპირდა რომ სალომე ზურაბიშვილს მეორე ვადით აიჩევდნენ პრეზიდენტად და გადააგდო და იმიტომ დარბიან ესე გამწარებულები იქით-აქით. ამ პირობის დარღვევის გამო, მაგრამ ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის მისი პირადი თანამდებობრივი ამბიცია ამ წუთში ემთხვევა საზოგადოების ინტერესებს და საზოგადოება მას უყურებს როგორც ინსტრუმენტს და როგორც საშუალებას
ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაში, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. აი ამ ინტერესის გამო, ბატონო გიორგი, ამ ინტერესის გამო თქვენ ფიზიკურად ხომ არ დაიცავთ ზურაბიშვილს თუ არ გამოვა სასახლიდან, თქვენ ხო არ მიბრძანდებით იქ დასაცავად? აქ ესეთი საზოგადოებრივი ინტერესი რახან ემთხვევა, რახან საქართველოს. ესეთი დასაცავი არის ქართველი ხალხი. აქ მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ქართველი ხალხის წინააღმდეგობა, ბრძოლა, ანუ აქციები, რომელიც ახლა იმართება და გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ის სანქციები, რომელიც დაძრულია მოდის და ეს ტალღასავით დაარტყამს ამ ხელისუფლებას და ჩამოშლის. ამ სანქციებზე უკვე 10 წელია მუშაობს ლეიბორისტული პარტია, მისი ლიდერი, პირველი ეს იდეა ჩვენი იყო სანქციების იდეა რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ორი ფაქტორი, შიგნით აქციები, გარედან სანქციები ჩამოშლის ამ რეჟიმს. ახლა ეს პოლიტიკური პარტიები სალომესთან ერთად რას გააკეთებენ, რას არ გააკეთებენ, ეს არსებით გავლენას პროცესზე ვერ იქონიებს. მე ვისურვებდი, რომ არ მოიქცნენ ისე, რომ რაიმეთი დააზიანონ, შეაფერხონ ეს საერთო სახალხო წინააღმდეგობა. ეს სურვილი მექნება მე. იმედი ამდენი ჭკუა ეყოფა და თუ არ ეყოფათ, საკადრის ადგილს ივანიშვილთან ერთად მიუძღავს მათაც. მადლობა ბატონო გიორგი, მადლობა. გიორგი გუგავას უსმენდით თქვენ ლეიბორისტული პარტიიდან და სანდრო რახუიაშვილი შემოგვიერთდა გირჩინა საღამოშტოზე. მადლობა გიორგი, რომ მოხვედით. დავიწყოთ იმით, დასრულდა პრეზიდენტის შეხვედრა, რომელიც მიმდინარეობს ყოველდღიურად და დღეს რაღაცა დეტალები ასე გამოიკვეთა, რომ ერთი პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ შესაძლებელია მოხდეს ფიზიკური დაცვა, რომ ზურაბიშვილი არ გამოვიდეს 29-ში ათონელის სასახლიდან და მეორე რომ ჩანიშნოს პრეზიდენტმა ახალი არჩევნები. ან ერთს, ან მეორეს. როგორ აღიქვათ თქვენ? მაგრამ თავი პრობლემა სინამდვილეში როგორ რაც მე მგონია ალბათ უნდა იყოს თავარი გასახელული თემა, რაც ამ შეხვედრების და განკვირდება რომ რამე სხვა იყოს მიუხედავად იმისა რომ რაღაც სხვაზე საუბრობენ საჯაროდ არის ის რომ ზუსტად ჩამოყალიბონ თუ რა არის მოთხოვნა. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რომ სამი პირობა, პირველი რომ კონსტიტუციის ფარგლებში რჩები, მეორე რომ პარლამენტს არ აღიარებ და გინდა ახალი არჩევნები არის ერთდროულად შეუთავსებელი. ანუ რომელიღაც ერთზე უარი უნდა თქვა. იმიტომ რომ თუ კონსტიტუციას აღიარებ და პარლამენტს არ აღიარებ, არჩევნების გზა არ არსებობს. თუ პარლამენტს არ აღიარებ და არჩევნები გინდა, მაშინ კონსტიტუცია უნდა დაარღვია. და თუ არჩევნებზე უარს ამბობ, შეიძლება ამ წესებში დარჩი, ხო და ანუ იდეა ის არის, რომ ეს პრობლემა თუ არ მოგვარდა, ანუ პოზიცია როგორ უნდა ჩამოაყალიბოთ. მაგალითად არჩევნები შეიძლება მიიღო იმით, რომ უარი განაწილოს აღიარო პარლამენტი, პარლამენტმა დაითხოვოს მთავრობა და მერე დაინიშნება ახალი არჩევნები. მაგრამ ამისთვის უნდა აღიარო, ყველაშვილი უნდა აღიარო და მისი დასანიშნი იქნება და ასე შემდეგ. შეიძლება არჩევნები ჩადდეს გაზაფხულზე, შეიძლება შემოდგომაზე, ანუ უამრავი სხვადასხვა სცენარი არსებობს. და აქედან გამომდინარე, თუ გასაგებია ხალხს ეუბნები ჩვენ მინდა ახალი არჩევნები, მაგრამ მინიმუმ პასუხისმგებლობა ხო პოლიტიკურ პარტიებზე არის, რომ თქვა ზუსტად რა გინდა. აი წარმოიდგინეთ, დიდი ალბათობით ისეაც არის რაღაც ტიპის მოლაპარაკებები, თუნდაც კულუარული და შამავლების მეშვეობით და აი რომელიღაც ევროპელი ან ამერიკელი დიპლომატი თუ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, რომ აი რა გინდათ არჩევნები და ზუსტად რა გინდათ რომ ჩაიკითხოს, პასუხი არ არსებობს. ანუ პირდაპირ მიდიან იმაზე, რომ თქვა გადაიჭრას ისე ანუ თუ თქვა დანიშნა, თქვა ზურაბიშვილმა პირდაპირ ვიდრე მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, დანიშნა არჩევნები. რა ძალა ექნება აი ამას? ეს აი უბრალოდ არაფერში არის, იმიტომ რომ პრეზიდენტს არ აქვს ამის უფლებამოსილება. ანუ ეს მე მგონი ყო ძალიან გასაგები ამბავია, პრეზიდენტს არ შეიძლება უბრალოდ არჩევნები დანიშნოს. ზოგადად პრეზიდენტს შეწყალების და ვეტოს გარდა არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია, ყველაფერი დაიწყეს ცერემონიალური, ანუ რაღაცას უბრალოდ ტექნიკურად აფორმებს. ხო და აქედან გამომდინარე არანაირი მაგალითად შეიძლება თუ მთავრობას დაითხოვს, უნდობლობას გამოუცხადებენ და რაღაც ახალ მთავრობას არ აერჩევენ, ბუნებრივია შესაძლებელი იქნება რომ ახალი არჩევნები დანიშნოს და იქ პრეზიდენტის ხელმოწერა იქნება, ეს ბუნებრივია, მაგრამ მანამდე რაღაც წინაპირობა უნდა შეიქმნას და თუ წინაპირობა არ შეიქმნა, მაშინ პრეზიდენტი ვერ დანიშნავს ამას. მეგონი ყველას ესმის ეს სამდროში. აბა რისთვის კეთდება სანდრო ეს ამბები? მე არ ვიცი ზუსტად ზოგადად ეხლა მე ძალიან ბევრს ვაკრიტიკებ ჩემ კოლეგებს ოპოზიციიდან, მათ შორის განსაკუთრებულ პირობებში, როცა დიდი ლეგიტიმაცია მიიღო ქართული ხალხისგან, თვითონ მიიჩნევენ რომ კიდევ უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ამიტომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე ფორმალურად ასე ვთქვათ.
არჩევნების შედეგად არსებობს და მე არ მესმის როგორ შეიძლება პროტესტი გრძელდებოდეს 2 თვე ქვეყანაში და არ იყოს ჩამოყალიბებული პროტესტის მიზანი. მე მესმის რომ რიგით ამორჩილოს გონია რომ ახალი არჩევნები მინდა. ნუ ეს შეიძლება ლეგიტიმური მოთხოვნა იყოს ზოგადად, მაგრამ თუ გესმის რომ ეს ახალი არჩევნები ასე მარტივად არ ენიშნება, ვალდებულება პოლიტიკური პარტიის მოთხოვნა ჩამოაყალიბოს. აი მე და თქვენ რო ვიყოთ რა დაპირისპირებული ხარ და ვითხოვდეთ თქვენგან ახალ არჩევნებს. ხომ გითხავდით როგორ დანიშნოთ? ხო, ანუ როგორ წესი როგორ არის? თუ ამბობ რომ კონსტიტუცია უნდა დავარღვიოთო, მაშინ რევოლუციას ვაწყობთ შინაარსობრივად და რაღა მოლაპარაკებები და რაღაცა ივანიშვილის პრეზიდენტთან მისვლა და შემდეგ ეს ხო არის. ანუ ეს რევოლუციისთვის მზადება არის, მაშინ ასე ჩავთვალოთ? არა, მე არ ვიცი, მე მგონია უბრალოდ აი ან ვერ ბედავენ საჯაროდ თქვა დაფიქსირებას რაღაც პოზიციის ნებისმიერის, იმიტომ რომ თუ მაგალითად ხო გასაგებია რომ რაღაც ამორჩეული ძალიან რადიკალურად განწყობილია. თუ იტყვინეთ რაღაც ესეთ რბილ პოზიციას, თქვა დაგუნიშნეთ არჩევნები, როგორც გინდათ ისეთი იყოს, ოღონდ თქვა შემდეგ წელს იყოს ახალი არჩევნები. ვიღაცას არ მოეწონება, იტყვის რომ როგორ ერთარობა ეს სუსიეს პროკურატურა და ეს პრემიერ-მინისტრი ჩაატარებს. ხო, აი და თეორიულადაც რო დაშვება მივცეთ. ვინ უნდა აღასრულოს ხო ეს არჩევნები, ეს ხო არა დანიშნო და ჩატარდეს. ხო, ამაშია საქმე, რომ ცესკო ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ რამე პრეტენზია ქართულ ოცნებასთან ცესკოსთან კი არა, გასაგებია ტექნიკურად შეიძლება აღარ გაჟნოს ბიულეტენი და ამის გამო თქვა სხვა ხალხმა ჩაატაროს, მაგრამ სუსი, პროკურატურა, ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც 32 მილიარდი ექნება და წინას არჩევნად დაიხარჯება ეს. რომელსაც აი წამოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ამერიკელებმა დაურეკეს, აი ტრამპმა დაურეკა, ხო თქვა რომ ტრამპი იტყვის რომ ისე იქნება. დაურეკა ირაკლი კობახიძის ტრამპმა და თქვა რომ დანიშნე ახალი არჩევნები. და ირაკლი კობახიძე იტყვის რომ კი ბატონო დავნიშნავ, ნუ რადგან ასე არისო დავნიშნავ და დანიშნავს ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. ან უცხოელებმა რომ ჩაატარონ თვითონ ეს არჩევნები, რასაც რაც მოგვისმენია. ყველა დანარჩენ შემთხვევაში გადაეცემა რომ ეს თავრობა ამ არსებული წესრიგით ატარებს არჩევნებს, გამოვა რომ უნდა მაშინ დარღვევა კონსტიტუცია. ხო, თუ კონსტიტუციას არ ღვევ, ეს ის მოსულა უბრალოდ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანას წარმოვადგენთ, ხო? რამდენად ჯდება რამეში რომ რაღაცეები ანუ წინსვლა გაქვს, იმიტომ მაგაქვს ეს სტატუსიც, ხო? თლათ სადღაცა არ ხარ, სტატუსი გაქვს და ჩამოვიდეს რომელიმე ქვეყანა და ჩაგიტაროს არჩევნები. ეს ხო რაღაცა ამოვარდნელია ყველაფრიდან. იცით რა არის, რაც არ უნდა იყოს. ეს მოთხოვნაც ხო გაგვიგია ჩვენ. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ხალხი შეთანხმდა მას. დაუშვათ ქართულ ოცნებას დათანხმდა. ხო შეიძლება წარმოვიდგინოთ. აი რაღაც მოლაპარაკებაში შეთანხმდა, მაგრამ აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხო რაღაც კანონში უნდა ეწეროს. ხო შეიძლება ჩამოვიდე მე უცხოელი ვარ და არჩევნებს ჩატარებ. ესე იგი ვიღაცამ ეს კანონი ხო და მიიღოს. თუ არა ლეგიტიმურია ეს პარლამენტი. თუ ეს პარლამენტი არა ლეგიტიმურია, მაშინ ანუ ეუთოდის დასწრები რო წერია, ის თუ უნდა აღვასრულოთ და მე არჩევნები ჩავატაროთ. მაშინ ვიღაცამ ხომ უნდა აღასრულოს. ვის სასარგებლოდ არის? აი ოპოზიციისგან ხო ერთი ნაწილის მხრიდან ვისმენთ სხვა შეფასებას, ქართული ოცნებისგან ვისმენთ სხვა შეფასებას. აი თქვენი შეფასება როგორი არის აი ოდირის დასკვნაზე? ნუ ზუსტად აი ესეთი დასკვნა, რომელიც აი არ გვაძლევს საშუალებას წესიერად თქვა და ორივე მხარეს ჩაუგდო ხელში შესაძლებლობა თავის რაღაც ნაწილი იზეიმოს. აი ხელისუფლების სასარგებლოდ რა არის? ხელისუფლების სასარგებლოდ არის ის, რომ მაგალითად ის ნაწილი რაღაც აი გაყალბების აი ესეთი რაღაც კარუსელები რაღაცები რომ არ წერია იქ ასეთი რაღაც, მაგრამ ცალსახაა რომ წერია რომ ფარულობა დაირღვა. კი შეიძლება აპელირება იყოს რომ მხოლოდ 6%-ზე ვრცელდება ეს, მაგრამ მეორე მხრივ ეს ფაქტად ვიცით რომ დაირღვა და ეხლა სხვა დაკვირვებაც ხო გვაქვს მარტო ეუთოდერზე ხო არ დაილე ყველაფერი და თუ გვესმის რომ ზოგადად თუ ვაღიარებთ რომ ფარულობა დაირღვა და პროცედურა არ იყო გამართული, უკვე ეხლა ფაქტურად თელმა მოსახლეობამ ის რომ მის შემთხვევაში დაირღვა ეს. ეხლა ეუთოდერმა რაღაც რომ დაირღვა, აი თქვათ არ დარღვეული იყო, თქვათ არ გაეჟონა თუ რაც კი ამ ფურცელს ხო? ეს ჩემი თავარი იყო, თავარი ხო, თქვათ ჩავთვალეთ ეს, მაგრამ ანუ მაინც ყოლია ხო ამ ქართულ ოცნებას ეს მილიონი არ უარყოფს რომ ქართულ ოცნებას ამორჩეული ყავს, აქ საკითხი ამაში რომ ჩატარებულიყო ისე თქვათ აი არ მომხდარიყო ის რაღაცა ფურცლებიდან იმის რაც იყო ნაკლების სიმძაფრე იქნება და კრივის. ანუ ოპოზიცია მოუგებდა ამ შემთხვევაში ეს არის ახლა თემა. ჩვენ ხო სხვადასხვა რაღაცებს ვისმენდით. სანამ ეს ერთი კვირის შემდეგ დაიწყო ამაზე ლაპარაკი. რაღაც ნაწილში ვიღაცამ გარანტირებულად იცოდა უკვე დღისით რომ ჩანს ვის აფერადებ. ამიტომ სავსე მარტივად წარმოსადგენია რომ ვიღაც ადამიანი მიყავთ უბანზე, ეუბნებია რომ აი ქართული ოცნება გააფერადე და შეიძლება არც აპირებდა სხვა გარემოში სხვა შემოხაზა და ვინ საიდან დაინახა და ვინ შეამოწმებდა, ხო? მაგრამ იმ მომენტში როცა იცის რომ ჟონავს და ჩანს და თვითონაც ხედავს რომ ჩანს, როცა უკვე გააფერადებს, ან სხვის ბიულეტენს დაინახავს, ამიტომ შეიძლება არ გაეკეთებინა ეს. ამის დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ ამიტომაც არის კონსტიტუციური პრინციპი ფარულობა ჩაწერილი, რომ დაირღვა აღარ ამერიკაზეც
სასწაულები წელია, ხო? ეგრე თუ არა, გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხო ჩვენი პრობლემა გვაწუხებს. აქ რეალურად ეს იქნებოდა თუ არ იქნებოდა, ოპოზიცია მაინც ხო გამოვიდოდა ქუჩაში, სანდრო, ამას გეკითხებით. შეიძლება ისეც გამოსულიყო, მაგრამ საფუძველი ფერად უფრო ნაკლები იქნება, ანუ სიამდვილეში არაფერი არ იყო ერთი კვირა, ეს გაჟონვაზე საუბარი დაიწყო ერთი კვირა, მაგრამ ისმენდით ხო იმას? სიტუაცია ბევრად უარესი არის. სიამდვილეში ხალხი გამოვიდა რა კობახიძის გამო. 18-ის იყო ნოემბრის თვეს განცხადება რო გააკეთა. ევროკავშირზე ეს იყო რაც ხალხი ააფეთქა, თორემ მამდე უკვე ფაქტურად ყველაფერი დამთავრებული იყო. აქაც რა არის სანდრო ისეთი ვთქვათ, ჩვენ ვინმე გვეუბნება რომ მოდით მოლაპარაკებებს გიხსნით და საქართველოს ხელისუფლება არ მიდის და უარს ეუბნებიან, არა, ჩვენ 2028-მდე ხელს არ გავანძრებთ. რეალურად ხო ეს ასე არის რომ ისინი ჩვენ გვეუბნებიან მოდით გიხსნით მოლაპარაკებებს და საქართველოს ხელისუფლება ეუბნება უარს. არა, ისე როგორ არის? ამითაც მანიპულირება ხო მე რომ ხდება. მინდოდეს თქვენთან ტელევიზიაში მუშაობის დაწყება და რომ თქვა რომ მე აგერ სახში ვზივარ და მოდით ჩემთანო რა, თუ ეხლა ძალიან არ მინდათ მაინდა-მაინც ჩემი სამსახურში აყვანა, ალბათ იქეთ უნდა მოვიდე, ხო? იმათ პირობები ხო აქვს, აგერ სააკაშვილს აწამებთ, გამოუშვით, გადაიყვანეთ, ისქენით, ეს ესქენით. ევროპარლამენტი გვერდზე გადავდოთ. სიამდვილეში ეს ხო ურთიერთობა არის პირველ რიგში ევროკომისიასთან და ნაციონალურ მთავრობასთან. ხო, მაგრამ იქიდან ხო იყო ეს განცხადებები, ხო ისმენდით. ფერად ნაკლები დატვირთვა აქვს ზოგადად პოლიტიკური ძალა უფლება ზოგადად ვიდრე უშუალო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ნაწილში, მაგრამ უკვე რაშია საქმე ჩვენ გვინდა ევროკავშირში. ევროკავშირი ჩვენს გარეშე იარსებებს, არსებობს და იარსებებს. ჩვენ ეგზისტენციალური საფრთხე გვემოქრება, რომ რა რუსეთი არის გვერდზე და ზოგადად ბევრი პრობლემა გვაქვს. ამიტომ გვინდა იქ და ჩვენ რომ ჩვენ იქით არაფერს არ გავაგზავნით. ეს იგივე რომ მე არ გავაგზავნო ჩემი CV კომპანიაში და რომელშიც მინდა დავსაქმდე. ეს ხო ცოტა არაადეკვატურად გამოიყურება. ხო, მაგრამ თუ 2030 წლამდე ჩვენ მაინც ვიცით რომ ვერ შევდივართ. ხო, და ამაში იყო პრობლემა. ამიტომაც უთხრეთ კობახიძეს დავეთანხმეთ დებატებზე და უარი თვითონ განაცხადა რომ ასე არ ხდება ეს. როცა როგორც კი იწყება მოლაპარაკებები, რატომ არის მოლაპარაკებები? რომ იქ ახალი რეფორმების პაკეტი იქნება, რომელიც უნდა აღასრულო და ის ერთი პაკეტი, ერთი რეფორმა კი არ იქნება და ორი, ნუ გარშემო რაზე შეთანხმდები, მაგრამ სხვა ქვეყნის მაგალითად შეიძლება მაგალითად 6 დიდი ბლოკისგან შემდგარი, რომელიც ფარავს ფაქტურად თელ სფეროს ეკონომიკიდან დაწყებული სასამართლოთი დამთავრებული და რომელიც ერთმანეთზე გადაჯაჭვულია და უბრალოდ არანაირი შანსი არ არსებობს თქვა ეს წელიწადში შეასრულო. უბრალოდ ტექნიკურად შეუძლებელია, რომელიც აი დაუშვება, ნუ ბიუროკრატიის მუშაობის ტემპი რო წარმოიდგინოთ, ხო? რაღაცების გადალაგებას ველოდებითო, ხო? ჩვენ ასეთი განცხადებებიც მოგვისმენია ამერიკის ადმინისტრაცია შეიძლება 20 წელს გაფართოება და გიმილდა დღეს 24 წელია, დრო გვაქვს. ნუ რაც რო ტრამპის მოსვლა რამდენად შეცვლის, ხო? ის მოგვისმენია, ყველა ამას ელოდება. მე არ მაქვს მოდე, გასაგებია რომ ერთი მხრივ აი სალომე ზურაბიშვილის და რაღაც გვარამიას და სხვების ლიდერების ტრამპის შეფასებები რომ ტრამპა წაიკითხოს, არ გაუხარდება, მაგრამ მეორე მხრივ დაახვედრებენ კობახიძის ვიზიტს ირანში და ხამასის და ვიღაცების გვერდზე დგომას და რა ვიცი, რუსეთთან ურთიერთობას, ჩინეთთან მეგობრობას, ღარიბაშვილის სიზინპინის ქება რო გადაუთარდონ ტრამპს ხო წამედგენია? ტრამპსაც ჰქონდა ჩინეთის პრეზიდენტი. იმას სხვანაირად უყურებს ამას. ძალიან კომუნიკაციაა. არა, ის სხვანაირად უყურებს, იმიტომ რომ ის კონკურენტია, მაგრამ კონკურენტის მეგობარს სხვანაირად შეხედავს. ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, ჩვენ ხო ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, რომ არავისთან არ აგვაქვს აი ესე ღია კონფლიქტში შესვლის საშუალება. კონფლიქტი ერთია, მაგრამ ხამასის ლიდერთან გვერდზე იჯდე არ არის აუცილებელი, ეს ერთი ნაწილი, მაგრამ მეორე მხრივ უყურეთ რა შეასაქმე, აი ერთი რაღაც კონფლიქტს არ აკეთებდა, მეორე მიზანმიმართოდ ებრძვი. ქართულმა ბრძოლა დაუწყო ამერიკას, ევროპას, რომ იმ ლოგიკით, რომ ესენი ჩვენ გვებრძვიან რაღაც გადატრიალება უნდა თუ რეჟიმის ხო, აი თუ გავყვებით აი ამ იმას, რომ ვიღაცეებს მართლა უნდა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა. თუ აი ამას დაუშვებთ, ეს ვიღაცას შეიძლება დაუშვათ, ვიღაცა თუ რეალურად აი და გავყვეთ ქართულ ოცნებას და თქვენს დაიჯერეთ, რომ უნდა და რომელიღაცა ქვეყანას ჩვენი ომში ჩართვა. რეალურად მაშინ ქართული ოცნების ის ნაბიჯები, რასაც აკეთებდა ეს არის ადეკვატური თუ არ არის მაინც. მე გითხრას რა, მე რო ყოფილიყავი პრემიერ-მინისტრი, არა ვიცი ივანიშვილის ადგილზე და მოსულიყო ჩემთან ვიღაც მაღალჩინოსანი, ვის სიტყვას დაეჯერება და ეთქვა ჩემთვის, რომ სანდრო ეხლა უნდა ომში ჩაერთოთ რა, რაღაც იარაღი გაგზავნოთ თუ ან რაღაც ჯარისკაცი, რაღაც ქნათ, რაც ომის ჩართვის რაღაც ტოლფასი იქნებოდა. მე რომ საჯაროდ ვიტყოდი ამას. ხო ამბობენ ესე არა საერთოდ არაფერი არ იყო ნათქვამი. აბა ვინ პირდაპირ თუ აი რაღაცა დაუშვათ რომ ამერიკის ელჩი მოვიდა და მითხრა რა ვიცი სახელმწიფო დეპარტამენტთან ეს უნდა ღიად უნდა შევიდეს მაშინ კონფლიქტში. ამიგინეთ რას გადავაყოლეთ ამ თეორიას. თელ ქვეყანა გადავაყოლეთ. ევროინტეგრაცია გადავაყოლეთ. დაპირისპირება გვაქვს ისეთი რომ ქვეყანა გახლიჩილი გვაქვს, აი ასე გახლიჩილი დიდი ხანი არ ყოფილი.
და პროტესტიც რომ მიდის და გასაგებია ხა პარტიების აქტიურები ყველაფერი პროტესტი ხალხში რო ეს აბა ბუნებრივია. მაშინ რას უკავშირდებოდა? როგორ შეიძლება აი ეს ყველაფერი ხდებოდეს და ელჩის გამოძევება იქიდან, აქედან ელჩის აყვანა ღია განცხადებები მერე ოფიციალური კიევიდან. ჩვენ ხო ამ განცხადებებს ვისმენთ ეს ყოველთვის შეიძლება გავუგო. აი ღმერთად დაიფაროს რომ როცა ომში იყო ქვეყანა, ეხლა საქართველოს პატარა საქართველო რას იზავდა იმისთვის რატო ეცალა? პრეზიდენტად უკრაინა ხო ჩვენ ხო უკრაინის უკრაინა გვიწევს ომში ხო არ ხო არ იყო მართლა რაღაცა თქვა სიგნალები. დაუშვათ იყო, მაგრამ მაშინ რა სინდისით არ ამბობ ამას. ანუ თუ დროიქ მოვაო ხო? არა, როდის მოვაო, უკვე გადავაყოლეთ, ქვეყანა დავანგრიეთ და როდის უნდა მოვიდეს, როცა უკვე მემუარებს დაწერს. ზოგჯერ თქმაჟობს, არა თქმასაო, ხო არა, მაშინ არ გამოდის ასე უკვე, ხვდებით, აი გამოდის რომ მე ახლა თლიან ყველაფერი რომ ევროინტეგრაცია უნდა გავაჩერო. თუ ასე იყო, თქვათ, თქვენ კი იძახთ ღიად უნდა გამოსულიყვნენ და ეთქვათო, მაგრამ ეს ღიად გამოსვლას დავანებოთ თავი. თუ რეალურად იყო დაწოლებული ჩართვაზე, მაშინ ეს დაბიჯები შეიძლება გამოდოს. ახლა წამოვიდეთ ადამიანი რომ მოდიოდეთ თქვენ რომ ახლა უნდა მართლა უნდა დაიწყოთ, შეავკდეთ და რაღაცა ბუნებრივი იქნება რაღაც რეაქცია და თქვენ თუ ამას არიზამთ ევროპაში არ მიგიღებთ რაღაცა რო ეთქვა ვიღაც რა ვიცი ევროკომისარს და ამ შემდეგ. გასაგებია რომ სხვანაირად შეეფასებდნენ ყველაფერს და უტიტული ხო არ გადაირიეთ რეებს ვთხოვთ, მაგრამ მეორე საკითხია რომ ეს ხო ძალიან სპეკულატორი იქნება. აი უბრალოდ აი სულთან შეხედეთ აი თუ ქვეყანა გიყვართ და თქვენზეა დამოკიდებული აი რაღაც მოხდა, ცუდი რაღაც გაიგე, ცუდად მოგიპრო ევროპელი ან ამერიკელი ან ვიღაც შენი პარტნიორი და იცი რომ შენ თუ ამას არ გაასაჯაროვებ, აი ესეთი გზა რჩება და რომელიც მე აი სულ კოშმარამდე მიგიყვანს. აი იქამდე სადაც ვართ. როგორ არ იტყვი ამას საჯაროდ? და აი არასაჯაროდ ვინმეს კლოროდ მაინც ჩემთვის მაინც ეთქვა. აი მაგალითად მოსულიყო ქართულოსნების დეპუტატი და ეთქვა მამუკობდენაძის მაგალითად ეთქვა რომ სანდრო ასე სიტუაცია ვერ ვასაჯაროეთ რომ რა გეკითხებულება შეიძლება ოპოზიციური დეპუტატები ეთქვა რა სიტუაცია ასეთია თუ ოპოზიცია და ისინი ერთ თამაშს თამაშობდნენ ვინცამაც ომში ჩართვას თხოვდნენ როგორ უნდა ეთქვათ იმისთვის სანდრო ჩემთვის ეთქვათ მე არავის ომში ჩართვა არ მინდა საერთოდ არ მინდა ომი იყოს და ანუ რა პრობლემა იქნებოდა მე ხო ვიტყოდი რომ ხალხო რა ვიცი მე დახე ეს დოკუმენტები და მართლა ასე იყო ნახე ჩაწერილი საუბარი ან რაღაცა და მართლა ასე იყო სხვანაირად არ ხდება ხვდებით პასუხისმგებლობის საკითხია როცა ქვეყნის მართველი ხარ ჩარტერების შესრულებას თხოვდნენ უკრაინასთან რატოს თხოვდნენ აი რატო იყო საქართველოს პოზიცია ასეთი მნიშვნელოვანი როცა შენი ქვეყანა იყო თუ არა რამე ამაზე დამოკიდებული ჩარტერზე ვარ თქვი ამიტომ გითხეს ხო არის კანდიდატის სტატუსზე ანუ როცა იქ ომი იყო თქვენ არ ჯერათ იმის რომ ომში ჩართვამდე იმაზე კი არ საუბრობ უკრაინას უნდა და თუ რაღაც იარაღი მივეწოდა უკრაინას არა დანარჩენ სხვაებს უნდა და თუ არა გენერალი მოიძებნება დასავლეთში ვისაც იგივე გაუხარდებოდა ანუ ვიპოვით გერმანიაშიც და რა ვიცი საფრანგეთში და ამერიკაში მაგრამ სხვა რაღაცებს საუბრობთ შეხო იმაზე საუბრობთ რომ თუ ეს იყო და ამის გამო რაღაც მოხდა პოლიტიკურ გაწყვეტილებები ანუ აი ეს რაღაც არ გავაგზავნეთ ჩვენი 20 ტანკი უკრაინაში და ამიტომ თქვა კანდიდატის სტატუსზე გითხეს თავის როზე უარი აი ეს ასე იყო ამაზე იყო მიბული თუ უბრალოდ ვიღაცამ გამოთქვა სურვილი იქნება ჩვენ ხო ოპოზიციის მხრიდან ზოგიერთ დეპუტატის მხრიდან მაგალითად ხატია დეკანოიძის და იმის რესპუბლიკური პარტიის ლიდერის განცხადება მოვისმინეთ რომ ვიღაცებს არ უნდა თქვა კანდიდატის სტატუსის მიღება თუ ღიად ეწეოდნენ იგივე ოპოზიცია ამას რომ საქართველოს არ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ახლა არა რატო გეკითხებით იცი ამას მინდა გადავაობა ასეთ განცხადებებს როცა შენი ქვეყანა უნდა იყოს ამ დროს დაცული ხო რაღაც საფრთხეებისგან როდესაც ცალკე ვისმენთ სხვა განცხადებებს მე ვიგებ რომ ვიღაცები ამას აკეთებენ და დღეს ახლა ევროპელების სახელით გამოდიან საპროტესტო აქციებზე ვინ რა თამაშობს მოკლედ ახლა თქვენ ხელისუფლებაზე საუბრობდით რომ ღიად რატომ არ ლაპარაკობენ მაგრამ ოპოზიციიდან ნათელი არის ვინ ასაკეთებს ოპოზიციამ რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა ხო 99% არის ანუ გასაგებია რომ ოპოზიცია სულ უნდა ხელისუფლებაში მოვიდეს და ამიტომაც არის ოპოზიცია რის ხარჯზე უნდა მოვიდეს ეს სხვა საკითხია პასუხისმგებლობის ხარჯზე ქვეყანას ახლა ხელისუფლება აზიანებს ეხლა ოპოზიცია თავის დაბიჯებით თუ იქ დასავლეთში ჩააქის ინფორმაციები რომ არ მისცეს სტატუსი არ აზიანებს სული ასე ვთქვათ უპირატესობა ინფორმირებულობის ნაწილში და შეუძლია ყველაფერი ეს გააბათილოს ბოლოს ჩვენი პარტნიორები ნატოდან დაწყებული კონკრეტული პოლიტიკოსები და ამბობენ არასდროს არ გვითხოვია ომში ჩართვა საჯაროდ ამბობენ და რავი გვატყუებს ყველა თუ ყველა გვატყუებს თქვით რა არის ამაზე მომგებიანი რა უნდა იყოს ახლა რომ გამოვიდეს ირაკლი კობახიძე და თქვას რომ აჰა აგერ მტკიცებულება ხალხო აგერა ეს გითხეს აგერ ეს თხოვეს გითხეს თუ ამას თუ არ გაკეთებთ ეს მოხდება რავი საიდუმლო ინფორმაცია იყო მაგრამ ქვეყნის გადარჩენა ყველაფერს ამართლებს ხვდებით და ყველა ჩვენი მოქალაქე გაიგებდა ამ ამბავს მაგრამ როცა ამბობ რომ იცით რა მე არაფერს არ გეტყვით აგერ ხალხის ამიტომ არ შექმნის სიმართლეს ვილაპარაკოთ ხორაფერი არ თქვეს
ხო და ჩვენ არაფერს არ გეტყვით და დაგვიჯერეთ სიტყვაზე და იმიტომ რომ რაღაც ესეთი დიდი უბედურებისგან გადაგარჩინეთ და მოდით ახლა ამის გამო ყველაფერს გადავაყოლოთ ეს ისტორია მე მგონი და როგორც მინიმუმ არასერიოზულად გამოიყურება. აი სულ არაფერი. ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ იყო ეს ოფიციალურად პოლიტიკაში და გავრცელა ინფორმაცია პრინციპში ყველა მხარემ დაადასტურა რომ ამერიკის მაშინდელი ელჩი ადამიანი რომელიც ოფიციალურად პოლიტიკაში არ არის ჩართული და დღეს ოლიგარქს უწოდებდნენ და არ ვიცი რა განცხადებებს ვისმენდით. რატო წავიდა მაშინ ბიძინა ივანიშვილთან? ჩვენ მეორე მხრიდან მოვისმინეთ რატო ხდებოდა? რატო შეხვდა ბიძინა ივანიშვილს? ამერიკის დიდი საელჩო აქვს ჩვენთან რეგიონში. იქიდან რამდენად ხდება ამერიკის საელჩო არ იცოდეს ვინ მართავს ქვეყანას. ხო და არა, იმაგან მოვისმინეთ რატო იყო ეს შეხვედრა? იქიდან სხვა არ მოვისმინეთ ჩვენ. ჩვენ ვის პასუხისმგებლობა უფრო გვაყოლოს ამერიკის საელჩოს ჩვენ ქვეყანაში რო იყოს ყველაფერი რიგზე ისმაილობაშია ანუ აი ჩვენ პოლიტიკურ სპექტრზეა ხო საუბარი ხო ყველას აქვს რაღაც თავისი წილი პასუხისმგებლობა მე პრებითად საუბრობ აი 62000-მა კაცმა დამიჭირა მხარი აი ასეთი წილი პასუხისმგებლობა აქვს ვიღაცას აქვს რაღაც უფრო მეტი და მთავრობა როცა რომის აკონტროლებს თლიანად ყველა შტოს ფაქტობრივად და რესურსები აქვს წარმოადგენდა შემდეგ მისი პასუხისმგებლობა ხო ბევრად აღემატება ყველა დანარჩენს ყველას დიდი პასუხისმგებლობა აქვს და ოპოზიციონერი რატომ ხარსა გათავისუფლებული ხართ იმისგან პასუხისმგებლობისგან ჩვენ ქვეყანას რაღაც განადგურება და ომი ემუქრებოდეს ამის გამო ამ შიშის გამო გადავაყოლოთ ყველაფერი საზრისად ქვეყანა გახლეჩილი გვაქვს მართლა 30 გახლეჩილი ხო ეს ქვეყანა ხო არ ვარყოფს ამ აი აქამდე მივიყვანოთ ისე რომ ერთი მტკიცებულება არ დავდოთ ერთი ფაქტი არ დავდოთ და მარტო აი შეხედა აი მან თქვა და ეს ხო ალბათ ამას იგულისხმობდა იზელენსკი ამას ხო არ იტყო და უბრალოდ ასეო ანუ ჩვენ რაღაც აი ვარაუდებით და რაღაც ჭორებით უნდა ვიმსჯელოთ ასე არ გამოდის და ბოლოს აი ასე სხვა არის ეხლა შეიძლება რამდენიც გინდა დააბრალო ოპოზიციას რაც გინდა დააბრალო მე შემიძლია დანარჩენი ოპოზიცია რამდენიც მინდა ვლანძღო მაგრამ ასე ხო არის რომ ჩვენ რაღაც ქვეყნის წინამდე ვიბრძვით აი მე ჩვეულებრივად რომ მაგეთ რამე მომხდარიყო რამე ისე არ იყოს ისრაელში მოხდა როცა ღაზაში შევიდნენ და პრემიერმა ოპოზიციონერი თავრობა შეიყვანა ზუსტად იგივე შეიძლება შექმნილიყო რაღაც ჯგუფი რომ ხალხო ასე სიტუაცია ომი დაიწყო ამ ასეთი რაღაც არის აგერ კი საიდუმლოა მაგრამ თქვენ ხო გეცოდინებათ და მე თქვენ ამორჩეულს ეტყვით რომ ასე არის ძალიან გავერთე და თქვენთან ინტერვიუში და სხვა სტომატოლოგთან გადავიდე ბოლოს მინდა გითხოთ 29-ში რას ელოდებით თქვენ რა შეიძლება მოხდეს ანუ ზურაბიშვილი თუ იქიდან არ გამოვიდა ოპოზიცია იქ ჩადგა გაამაგრა რას მივიღებთ ბოლოს არაფერს არ ველოდები ერთ-ერთი იმედი მაქვს რომ რაღაც მომენტში ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლაზე საღი აზრი გაიმარჯვებს და რაღაც ერთი მხრივ რაღაც პოზიცია მაინც ჩამოყალიბდება, იმიტომ რომ მაგალითად მე მინდა რომ უბრალოდ ოპოზიციური მხარეს იყოს მოთხოვნა ჩამოყალიბებული ზუსტი გასაგები, უბრალოდ არჩევნები არის საკმარისი. ეს არის საკმარისი როგორც გავარჩიეთ რაღაც კონკრეტული არჩევნები, მაგას მე მაწყობს რომ შემდეგ წელს იყოს არჩევნები და ჩაატაროს სამთავრობა მარტში არჩევნები. პრობლემა არ მაქვს. მაწყობს ეს, მაგრამ ვიღაცას ყველას აწყობს დაარწმუნებული. თუ არავის აი არჩევნები არ აწყობს, დღეს იწურებოდა ხო აი დაფინანსებაზე უარი უნდა ეთქვათ. მე ჯერ არ გამიგია რომელიმე პარტიამ თუ დაფინანსებაზე უარი ეთქვა. ვიღაცამ უარი თქვა, გავიგებდით ალბათ. ანუ ფულს ყველა იღებს. პიარს გააკეთებდნენ რომ ჩვენ უარი ვთქვითო და მანდატებიც კი არ თქვეს ნაცემ უარი ჯერ კი არ ვინ არ უშლით დეპუტატი მე მგონი არ დაწერეს განცხადება როგორც მახსოვს ამიტომ მაგრამ ესეც ტოვებს შანსს რომ ეს რაღაცნაირად შვიდი გამოსავალი ექნება ამ სიტუაციას მოლაპარაკების გზით და არა რაღაც ტიპის დაპირისპირება. მადლობა სანდრო რაქვიაშვილს რომ მიიღო გადაცემაში მონაწილეობა და ლადო ბოჟაძე შემოგვერთა პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან საღამოშიდობისა. საღამოშიდობისა მე სალე მაყურებელს მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ მოვისმინეთ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან რომ არის საუბარი იმაზე რომ დანიშნოს პრეზიდენტმა გვარამიუნკო ადამიანელი არჩევნები და მეორე ასევე ანადოლიზის შეთავაზება იყო ზურაბიშვილის მისამართით რომ 29-ში ოპოზიცია გამაგრდეს ათონელის სასახლეში. ერთსა და მეორე შემთხვევებში რა ხდება ამ გეგმების განხორციელების შემთხვევაში? მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მოკლედ მინდა თქვენ წინასწარმეტყველს გავხმაურო. კი ბატონო, მაშინ დავიწყოთ იმ საკითხით, რაც თქვენ გითხარით. არჩევნების დანიშნა პრეზიდენტ შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის სამართლებრივი საფუძვლები არსებობს. პირველი, როცა ხელახალი არჩევნები როგორც ტერმინი, ხა ბიზნესმენებიც გამოდიან რაღაც ხელახალ არჩევნებს ითხოვენ და შეიძლება არც იციან რას ნიშნავს ტერმინი ხელახალი არჩევნები, ხო? არჩევნებს ვითხოვე ეს ერთია, ხელახალი არჩევნები არის არჩევნები, რომელიც ტარდება მხოლოდ იმის გამო, რომ უკვე ჩატარებული არჩევნები შედეგები გაბათილდა და ხელახლა უნდა ჩავატარო თვითონ პროცესი, ანუ იგივე პარლამენტის არჩევნები, იგივე პროცესი, ოღონდ ხელახლა. ეს მატარებელი უკვე ჩავლილია. მეორე მატარებელი, რომელიც ასევე ჩავლილია ოპოზიციასთან ერთად, ეს არის რიგარეში არჩევნები, როცა პარლამენტი შევიკრიბებოდით, ვერავირჩევდით პრემიერ-მინისტრს უმრავლესობა, მე უკვე ეს უფლებამოსილება გადავიდოდა ოპოზიციაზე, ოპოზიცია
ვერ აირჩევდა და პრეზიდენტი უკვე გვეტყოდა პარლამენტს, რომ ბოლო-ბოლო გამაგებინეთ რაგინათ, ამისი არ მოგწოთ, იმისი არ მოგწოთ, ქვეყანა რჩება მთავრობის გარეშე, ამიტომ მე ხა დაგითხოვთ და ხალხმა ხელახლა გადაწყვიტოს, რომელი პოლიტიკური ძალები რა მანდატით და რა პროცენტულობით უნდა გაიმარჯვონ, ხო ნახეთ ესენი ვერ შეთანხმდნენ და ახალი კონფიგურაცია უნდა დაალაგდეს. ამატარებელმა ჩაიარა, იმიტომ რომ შეიკრიბა პარლამენტი პირველ დღეს, მეორე დღესვე წარმოდგინა პრემიერ-მინისტრმა მთავრობა, ახალი შემოქმედება, სამთავრობო პროგრამა, ესეც დადასტურებული. მესამე ვარიანტი, რომლის თარიღის დასახელებასაც გთხოვენ და 29-მდე დაასახელეთო, აგერ ვასახელებ 25 დეკემბერს. 2028 წლის 28 ოქტომბერი. 4 წელი გაქვთ, მოემზადეთ. გასაგებია, მაგრამ ლადო შეხედეთ. იმეცადინეთ, მოგზავნეთ. ეს თქვა მოცემულობა არ არის ახლა ზურაბიშვილს, ერთ მეორე თუ მესამე შემთხვევაში ეს პრობლემა ახლა ქვეყანაში არა. თუ გამოიცემა მისი მხრიდან ბრძანება, ეს ბრძანება როგორ უნდა ახსრულდეს? იმ ბრძანებას იქნება იმაზე ნაკლები ფასი და ღირებულება, რა ფურცელზეც ამოიბეჭდება. ანუ როცა ჩვენ ფურცელს ყიდულობთ, გაღალთ, ხო, ღირებულება აქვს და იქიდან რომ გამოვთვალოთ მაგალითად ერთი ფურცელის ფასი რაც გამოვა, რაში ჩვენ 500 ფურცლიან დასტაში გადავიხდით, იმაზე ნაკლები ღირებულება. ბრძანებისთვის ეს ხო არა ბრძანება, ეს ხო არა კონსტიტუციური აქტია, ამაზე რა შედეგი უნდა მოყოს? თავრობა დაეთანხმება, დაფინანსებას გამოყოს, საარჩევნო ადმინისტრაცია. ხო, როგორ უნდა ახსულდეს? ანუ ვინ არ აღასრულებს იმ პრეზიდენტის ბრძანებას, რომელსაც მართლაური დღე დარჩენია. ხო, ეს ხო წარმოუდგენელი ამბავია. ამიტომაც სამართლებრივად და პოლიტიკურად ახალი არჩევნების დანიშნვის თარიღი უბრალოდ არ არსებობს. ანუ ეს რისთვის კეთდება მაშინ ეს ამ მოთხოვნების წამოსვლა ოპოზიციის მხრიდან და თვითონ ზურაბიშვილმა თუ მიიღო? ალბათ სახის შესანარჩუნებლად ანუ ეს სახის შეანარჩუნებინებს იმეს? ფაქტობრივად არჩევნებიდან ერთი თვის თავზე, ხო, უკან რო დავუვდეთ დროში, ოპოზიციამ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, რომ არჩევნები გაყავდა და ვერ დააჯერა საზოგადოება იმაში, რომ მათი მარცხის მიზეზი იყო საკუთარი პოლიტიკა, საარჩევნო კამპანიის არ ჩატარება და ასე შემდეგ და არა რაიმე სხვა. აქედან გამომდინარე, უკვე მეორე ტალღა წამოვიდა 28 ნოემბრის მერე, როცა აღმოჩნდა, რომ თითქოს ვერ გაიგეს რა განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რა განცხადება გააკეთა ხელისუფლებამ და ამ ტალღაზე დაიწყო გახსოვთ თქვენ გამოსვლები, ხო? ოპოზიციამ თქვა, რომ ჩვენ ამასთან არაფერი კავშირი არ აქვს, დარჩენოთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ დაფინანსებული და ორგანიზებული რადიკალური ჯგუფები სწორედ მათი მხრიდან იყო, ვინც ებრძოდა პოლიციელებს, ქვებს ესროდა მოლოტოვის კოქტეილებს და ამ შემდეგ, რომ იქნება მსხვერპლი ყოფილიყო მათი დაძაბულობა. როგორც კი ამ ტალღამ გადაიარა, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ხალხი 28 ნოემბერს, რომელიც ევროკავშირთან დაშორებას თუ არ ვიცი კიდე რა ტერმინი ვიხმაროთ, რა საპროტესტებდნენ, იმიტომ რომ პროცესი არ შეჩერებულა, იცით თქვენ, აღმოჩნდა, რომ ითხოვენ ახალ არჩევნებს. თან ამბობენ, რომ ჩვენო ნაცები და ოპოზიციონერები არა ვართ. ალბათ თუ ქართული ოცნების ხარდამჭერები არიან, ეგ დალოცულები მოვიგეთ და ხელისუფლებაში ვართ და ჩვენივე ამორჩევლები ითხოვენ ჩვენგან ახალ არჩევნებს. მეორე ამბავი. ეს არალოგიკური ამბავი. მეორე საკითხი არის ზურაბიშვილი არ გამოვიდა სასახლიდან და ოპოზიცია ჩადგა იქ. რა ხდება ამ შემთხვევაში? ხო, ეხლა რა ხდება? თქვენ ისიც 29 დეკემბერს არის ინაუგურაცია დანიშნული, ჩატარდება პარლამენტის სასახლეში 11 საათზე 14 დეკემბერს არჩეული საქართველოს პრეზიდენტი დადესტვის და შეუდგება უფლებო მოსილებას. ამის შემდგომ სალომე ზურაბიშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი. ამაზე ისაუბრა კაია კაასმაც, იცით თქვენ, მათ შორის ისაუბრა რობერტა მეცოლამ, ყველა მათ შორის იგივე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, რომ 29-მდე ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. რა უნდა მოხდეს? როგორ ამიაჩევი ბრძანებას გამოცემს, ან ანადოლიძის ჩევით გაამაგრებს შენობას, ხო? არ ვიცი რა სიზამს. ამიტომ ის იქნება უკვე ყოფილი პრეზიდენტი და ჩვენ მართლა რეალურად შეიძლება ვიფიქროთ ფიზიკურად, ეს გამოთქმარია, რომ სავარძელზე არის ჩაბღაუჭებულიო ასეთი სალომე ზურაბიშვილი. მე შევთავაზე ქალოდო პრეზიდენტს, რომ წაიღოს ის კამი, რომელიც მისთვის ასეთი ძვირფასია და 6 წელი ქართულმა ხალხმა მიანიჭა ეს უფლებო მოსილება, რა ღირებულებაც იქნება, ბოლო-ბოლო მე გადავიხდი, არ იქნება პრობლემა. მაგრამ ვადაგასული პრეზიდენტი როცა ქვეყანას ახლა დარჩეული პრეზიდენტი ყავს. თავად უწინასწარმეტყველია თავს, რომ იგივე ციხანოვსკაიას და გუაიდოს ბედი არ უნდა რომ გაიზიაროს. ბედის გაზიარება მარტო ქვეყნა გაქცევაზე ხო არ არის ლაპარაკი. სხვა შორის მიხეილ სააკაშვილი გახსოვთ თქვენ ინაუგურაციის დღეს გაიქცა საქართველოს. მოქმედი პრეზიდენტის რანგში გაიქცა, თვითმფრინავი და ცარიელი თვითმფრინავი ამოგვიზავნა უკან. მე ხო არ მithქვამს რომ გაიქცეს ან თვითონაც ხო არ თქვენს რომ გაქცევას აპირებს და იგიხთხოს სადღაც თვითმარქვია პრეზიდენტი, მაგრამ თვითმარქვია პრეზიდენტი სასახლეში იქნები, ოთახში გამოკეტილი თუ ქვეყნის გარეთ, ამაზე რა მნიშვნელობა აქვს? როგორ შეიძლება ვინმე მით უმეტეს იმ ევროპული ლიდერების განცხადებების მერე, იმ ლიდერების განცხადებების მერე, რომლის მილოცებიც უკვე მიიღო მიხეილ ყავილაშვილმა და მათ შორის მიიღებს ინაუგურაციის მერე.
როგორ შეიძლება რამე აზრი კონდეს იმას სალომე ზურაბიშვილი სად იჯდება არ ცნობენ ხომ ამას ამობენ არა ვინ არ ცნობს ნახე ესეც ხო ამ პოლიტიკის ნაწილია ხო რომ ჩვენ აგერ აი არ მიულოცა რას იშოს მეც არ მომილოცა ბევრმა დეპუტატმა მაგრამ პარლამენტის წევრი არ ვარ ჩემმა ძალიან ბევრმა ნაცნობმა დაახლოებულმაც კი არ მომილოცა იმიტომ რომ სხვა პოლიტიკური ხედვები აქვს მაგრამ ხო პარლამენტის წევრი ვარ რა ვქნა ვერა ვარ და იმ თემაზე უნდა გელაპარაკოთ 1,153,000 ადამიანმა შემო გააფერა და ქართული ოცნება და აქვე მინდა ამასაც რომ გიცით თქვენ რომ იგივე ეგრეთ წოდებულ გაჟონვაზე და სინამდვილეში ოპოზიციამ გაჟონა თვითონ და არა მელანმა თქვენ ნახეთ არჩევნებზე ხორცანდებოდით თქვენს ეხა ჩვენი მაყურებლებიც ხო იყვნენ ხო ხომ თავად ჩადეს შესაბამის ჩარჩო კონვერტში და შეაცურეს ის კადრები რომელსაც ახლა აჩვენებენ რომ უკინა რაღაცა არის ეს არის ხელის დათვლაზე რომ გადავიდა კომისია როცა 5 გადმოიყარა ელექტრონული ქვითარი ამოვიდა და ხელახლა დათვალეს ხელი და ერთ-ერთზე დაემთხვა ყველა ხმა და 3111 ოქმიდან და ამას კიდე უნდა დავამატოთ აჭარის უმაღლესი საბჭოს ოქმები 7 განსხვავებული აზრი აქვს ოპოზიციას დაწერილი წარმოიდგინეთ ელექტრონულ ქვითარმა რაც დათვალა სკანერმა რაც კომისიამ დათვალა 17-მა კაცმა და უყურებდა 25 დამკვირვებელი და 18 წარმომადგენელი და უამრავი ტელევიზია იგივე გამოვიდა ხელი მოაწერეს ამ ოქმებზე და თავარი მაგის მიზეზი რა არის რომ თავშად გაჟონა და არ გამოჩნდეს ხო არის ის რომ ამას არ მოყვეს შესაბამისი რეაგირება საჯარო მოხელეები და ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეთო და დილის 9 საათიდან 6 საათამდე მუშაობენ საჯარო სამსახურში ჩვენს პოლიტიკას ატარებენ რომელსაც აღმოჩნდება თურმე რომ არ ეთანხმებიან 6 საათს მერე წავლენ რუსთაველზე და აპროტესტებენ იმას რასაც აკეთებენ 6 საათამდე რომელიმე საჯარო მოხელი მიტინგზე რო იდგა და სხვას რომ იცახმა და სხვას რო აფინანსებდა თუ გინახავთ ჭყალებში დასჯილი ან რომელიმე ბიზნესმენი ახალ არჩევნებს რო ითხოვენ ან ვინმე თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რომ ვინმეს 2,100,000 ადამიანის სახელი გვარი სახეზე ცნობა ყველაფერი ქონოდა და სადღაც თვალი მოეკრა რომ რაღაცა გამოჩნდა და რა იქნებოდა გასაგებია და ის თქვენი ხმა რო ვინმეს დაენახა შედეგი რა იქნებოდა თქვენი ხმა არ არის ხო მაგრამ ამა სულ რო გამოგეტანა და გეთქვათ რომ აი მე ესა და ეს გავაფერა და ის ხმა რა ნამდვილი არ არის გასაგებია და იმაზე მინდა ვილაპარაკოთ ფარულად დაცვა არის იმიტომ რომ იმაზე რეაგირება არ მოხდეს და თქვენი განცდა არ კონდეს რომ თუ ვინმე დაინახავს რამე საფრთხე ამას მოყვება ერთი ადამიანი ვისაც თურმე პირადობის მოწობა ჩამოართვეს თავად გვარამია და ოპოზიცია წინა დღეს რას ამბობდა სანდრო რაქვიაშვილი საუბრობდა და პრეზიდენტი საუბრობდა რომ გამორიცხული იყო იმ აპარატებით აბა 26-ში ღამე რაზე იმულდნენ მაშინ არ იყო გაჟონილი და თავარი ნახეთ ოპოზიციას რო აღმოჩენილი იყო რომ გაემარჯვა მთელი დღე რო არაფერს არ ამბობ შედავლოცულო დარღვევები თუ იყო მთელი წინასაარჩევნო კამპანია 60 დღე ხმარო არ ამიგდია ოპოზიციას რომ მოეგო რა სიტყვდნენ გაჟონილებში მოვიგეთო და მოდით იმ საკითხზე გადავიდეთ რაც ახლა არის აი რომ ხელისუფლებამ გადაუხვია დასავლურ კურსს, ხო? ყოველ შემთხვევაში თქვენი ოპონენტები ამას აცხადებენ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამას აცხადებს და ის განცხადებები, რომელსაც ვისმენდით ხელისუფლების მხრიდან, რომ არსებობდა იმის საფრთხე, რომ ქვეყანა ჩართული იყო რუსეთ-უკრაინის ომში, რომ ამისი პირდაპირ მოთხოვნები იყო. რატომ არ გამოდიანო ხელისუფლებაო და რატომ არ ასაჯაროებენო? აგერ სანდრო რაქვიაშვილი ამბობდა. ნახეთ, რა არის გასასაჯაროებელი, როცა ეს პოლიტიკა ხია და საჯარო იყო ყველგან. ნახეთ, დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, ეს ხო არ დაუმალიათ, ხო? ერთ-ერთი სახელმწიფო ელჩს ჰქონდა შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან და აინტერესებდათ რა პოზიცია ექნებოდა ქვეყანას. ჩვენი პოზიცია იყო, რომ ჩვენთვის მშვიდობა არის მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს, ჩვენ რუსეთთან ვართ ახლა ცივი ომის ფაზაში და ცხელი ომის ფაზაში ვერ გადავალთ. და თუ გადავალთ გითხარით რა მხარდაჭერის იმედი გქონდეს მათ შორის თქვენგან. საუბარი იყო იმაზე, რომ თქვენ რამოდენიმე დღე გაუძლებთ და დანარჩენი მერე რასაც ვერ გაუძლებთ, როცა ჯარი ომის ვიზათ იყო და სააკაშვილი ფორთხავდა და ხალხსუხებს ჭამდა და ერთი მეორეს ასწრებდნენ ოპოზიციონერები და ცოცხალი დაჭრილი და გარდასული ჯარისკაცები დაუტოვეს მტერს გაგანიას ომის დროს, იცი თქვენ მერე უნდა გადავსულიყავით, ასე ვთქვათ, რჩევებზე ვლაპარაკობ, რომ რაღაცა პარტიზანული ომი და ასე, რაც თავისთავად მიიღეს უარი და მე რითქო მაშინ სანქციებთან დაკავშირებით რა ხდება აპირებთ თუ არა საერთაშორისო სანქციების მიერთების გარდა ასე ვთქვათ ამელს არ ასახელებენ ორხრივი სანქციების დაწესებას
ჩვენ უთხარით რომ ჩვენი ეკონომიკის ექსპორტი იმპორტის ესა და ეს წილი გაცილებით მეტი ვიდრე იგივე ბალტიისპირეთზე ქვეყანებს აქვს, იგივე ევროკავშირის ახლა სხვა ქვეყნების საშუალებით რო ვაჭრობს რუსეთთან და ასე შემდეგ. ამ კომპენსაციას ამდენ უმუშევარს, ლარის კურს ამდენს რა ბედი ეწევა, ნიქაც საუბარი იყო რომ ხო, ნუ აი ნახოთ და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ქმედებები არ გახორციელდა ჩვენი მხრიდან. ამას მოყვა ის, რასაც თქვენც ამბობდით და ეს ღია იყო და ამერიკის ელჩმა დაადასტურა, რომ აი ამაცე ვერ მოხერხდა ზემოქმედება და იქნება ბატონო ბიძინა თქვენ მოახერხოთ ამაცე ზემოქმედება და საქართველოს ამ მომში რაღაცა ფუნქცია შეასრულოს. მასეც რომ ხელა ზეწოლა იყო 2 მილიარდი ლარი მოგებული სასამართლოები არახსნილებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამაზე საზოგადოება კარგად იცის. ეს ყველაფერი ამის პარალელურად ჩვენ 2020 წელს პროგრამაში წერია ეს გადამოწყვეტ ნებისმიერმა მტერმას და მოყარებმა ჩავწერეთ რომ 2024 წელს ჩვენ იმდენ პროცენტ შევასრულებთ ვალდებულებებისას მათ შორის DCFTA-ის და ასევე ხელშეკრულების ასოცირების რომ ვთხოვთ თავად ევროკავშირს მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი. თუ ჩვენ 2024-თვის ამას შევპირდით, პირობა შესრულებულია და კანდიდატის სტატუსი გვაქვს, მაგრამ რის ხარჯზე და თქვათ ესეც ღიად. როგორც კი ომი დაიწყო, მალევე სამივე ქვეყანას შემოგთავაზეს კანდიდატის სტატუსის მიღება. უკრაინა და მოლდოვა გააგზავნა ერთი ფარატი და ფურცელი, ჩვენ გავაგზავნეთ 5000 გვერდი ირაკლი ღარიბაშვილის ხელის მოწერით, ჩვენ როგორ უნდა გადაგვიხვევია თურმე და ველოდებოდით კანდიდატის სტატუსს. აი ამ შუალედში ნიშნა ყოფილიყო ამის პასუხი, ჩვენ ვისმენდით მოწოდებებს ცხინვალში და სოხუმში გასეირნების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თავარი დიაგნოზი რომელიც დაგვისვეს, რომ ეს ის მთავრობა არ არის, რომელიც ომს დაიწყებს. და თუ ეს ის მთავრობა არ არის, მაშინ ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს. როგორ უნდა შეიცვალოს? იმ გზით, რომ ჩვენ სრულიად დამსახურებული კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს ივნისში და გახსოვთ ამას თქვენ რა მოვლენები მოყვა, როცა სამოქალაქო სექტორი პირდაპირ ტრიბუნაზე ავიდა და სცენაზე და ითხოვდა მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის გადაყენებას და წელიწად ნახევარი გვაჯანჯღარეს კანდიდატის სტატუსი სანამ მოგვცეს. ოღონდ მოგვცეს დამსახურებულად, იმიტომ რომ ჩვენ ამას მიმსახურებდით და ახლა უკვე მეორე საკითხი დადგა დღის წესრიგში, მას შემდეგ რაც არჩევნების გზით ეს ხელისუფლება ვერ შეცვალეს და ვერ მიიღეს ის ხელისუფლება, რომელიც ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დათანხმდებოდა ომსაც, სანქციების დაწესებასაც, კიდევ მეტი ტერიტორიების დაკარგვას, კიდევ მეტი ჯარისკაცის და პოლიციელის სიკვდილს და მშვიდობიანი მოქალაქეების და ასე შემდეგ და მე აღმოჩნდებოდა, რომ როგორც უკრაინას არ დაამადლეს კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლა და მოლდოვას, ასე გადაგვიყვანდნენ. ან ჩვენ ამას გავაკეთებდით და ყველაზე კარგი მთავრობა ვიქნებოდით საქართველოს კი არა შეიძლება თოპლიოს ისტორიაში, ირაკლი კობახიძესაც შეხვდებოდნენ ასევე წითელი ხალიჩებით, ოღონდ აქ ბუჩა და ცხინვალი და სოხუმი და ეზუბედურება რაც ჩვენ გავიარეთ, მოგონილი იქნებოდა იმასთან შედარებით, რასაც აქ ჩვენი მტერი გააკეთებდა. ეს იყო ის მარტივი ამოცანა და ეს საკითხები დღესაც არ მოხსნილა. ახლა იგივე მოლაპარაკებების ნაწილზე. ნახეთ, ჩვენ თქვით, რომ აგერავთ მთავრობა, აგერავთ პარლამენტი და საჯაროდ დეთ პირობას ჩვენი ამორჩევლის კი არა, ყველა მოქალაქის წინაშე, რომ ჩვენი ვალდებულების 90% შევასრულეთ მომავალი 4 წლის განმავლობაში და ეს ისეთი მოცულობის სამუშაო იქნება, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და აქეთ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გატარებული რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვეთქვით ევროკავშირს, რომ რაღაც დაგვჭა გასაკეთებელი, გადაგვიყვანეთ მოლაპარაკების ეტაპზე და გაგვიხსენით ახალი 35-თავიანი, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების პროცესი, საბაბი მიზეზი ევროკავშირის ამაზე უარის თქმის არ ექნება. სად გადაუხვიეთ? დააერევართ წერეთის გამზირს. ეხლა ნახეთ, დავარეკე. ახლაც ქონდა ევროკავშირის იგივე შანსი, ხო ასე ძალიან უყვართ ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა ხო არ გვამადრიდნენ ამდენი წელია რომ გვეხმარებოდნენ თურმე და იგივე ამერიკა და ასე შემდეგ. ხო პარტნიორები და მეგობრები ვიყავით, ხო? ეთქვათ რომ თქვენი მთავრობა არ მოგწონს, ასეთია, ისეთია, მაგრამ მოდი გადავიყვანოთ ქვეყანა მოლაპარაკების ეტაპზე. ეს ხო ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა გაგვეგო ბოლო-ბოლო ირაკლი კობახიძემ რა თქვა და რასაპირებს ეს მთავრობა გადაუხვიეთ თუ არ გადაუხვიეთ. ასეთი საკითხი წელიწადში ორჯერ შეიძლება დადგეს, რომელსაც ზუსტად იგივე მოვლენები მოყვება, რაც ახლა მოყვა 28 ნოემბრის მერე. ანუ წელიწადში ორჯერ წარმოიდგინეთ ჩვენ, უნდა კონდეს ეს სურათი, რომ ჩვენ შევასრულეთ ვალდებულებები, კი, აგერ კომისიამ დასკვნა გააკეთა, რომ თქვენ ვალდებულებები შეასრულეთ, მაგრამ არ მოხდეს LGBT კანონმდებლობა, იმიტომ რომ თურმე რაღაცა ეს ასია ისია და ამიტომ არ გადაგიყვანთ მოლაპარაკების ეტაპზე. ეს საფრთხეები, რაც ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშე რეალური იყო, არ გვინდა რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში იყოს 8-ჯერ.
თუ ვინმეს უყვარვართ ქართულ ხალხზე მეტად, თუ ვინმეს უყვართ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ სამშობლოზე მეტად, რომელიმე ბიუროკრატს ევროკავშირში ხელს ნუ კი უშლია ჩვენი გაწევრიანების პროცესს. თქვენ ჩვენ ვიწყებთ ახლა მოლაპარაკების ეტაპს და დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღეს კობახიძე მაშინ მეწოდინებას იმათ. მადლობა ლადო ბოჟაძეს, ქართული ოცნების დეპუტატს და საზოგადოებრივი პოზიციით ბაგრატ გრუზინსკი შემოგვიერთდება, არქიტექტორ დიზაინერი, ის ბათუმის სტუდიიდან უნდა ჩავთოთ. საღამოშვიდობისა ბაგრატ, მადლობა პირველ რიგში ჩართვისთვის. საზოგადოებაში პრინციპში იმ ადამიანების მხრიდან, ვინც რუსთაველის გამზირზე არის და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ჩვენ გვესმის, რომ ერთი აზრი არის ქვეყანაში და მეორე აზრი არ არის, ხო? თქვენ როგორ უყურებთ, რომ ყველა ეთანხმება იმ საზოგადოების დიდი უმრავლესობა იმ აზრს, რაც ხდება, თქვა რუსთაველის გამზირზე, რაც გვესმის საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, მარტო ეს აზრი არის? პირველ რიგში მოგესალმებით ბატონო ვახო, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და რუსთაველის გამზირზე რაც ხდება, ეს არ არის სრულიად საქართველოს აზრი. იმიტომ რომ საქართველოში ვცხოვრობთ სხვადასხვა ადამიანები, რომლებსაც გვაქვს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ იქ მყოფი საზოგადოება საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, იმიტომ რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა ჯერჯერობით ზის სახში და უყურებს ამ ყველაფერს, ამ პროცედურებს რეალურად რა როგორ განვითარდება. და იმ პოზიციას, რომელსაც ისმენთ, თქვა პრეზიდენტის მხრიდან, რომ უпростоრად ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომ შესაძლებელია პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს ახალი არჩევნების ჩატარებას, რაც ხელისუფლების პოზიციაც ვიცით, რომ ეს იქნება არაკონსტიტუციური და არავინ არ შეასრულებს აი ამ ბრძანებას. როგორ უყურებთ აი ამ მოცემულობას თქვენ? პირველ რიგში მე რაც მინდა გავაკეთო მთავარი აქცენტი, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოს და ბიძინა ივანიშვილი დაიბაროს თავის სასახლეში ერთადერთი ლოგიკური არგუმენტისთვის და მიზნისთვის. მადლობა გადაუხადოს, რომ საქართველოს ისტორიაში ის ჩასვა პირველ ქალ პრეზიდენტად. სხვა მას უფლება არ გააჩნია და მას სხვა არანაირი ლეგიტიმური უფლება არ აქვს, რომ 1,158,000 ადამიანის ხმას უწოდოს არალეგიტიმური არჩევანი. მე როგორც რიგითი ქართული ოცნების ამომრჩეველი, ჩვეულებრივი მოღვაწე, ჩემს უკან დგას ზუსტად იმ ადამიანების ხმა, რომლის ციფრი ახლა დავასახელე და მე ჩემთვის წარმოუდგენელია ქალბატონი სალომეს განცხადება, ამ ხალხს რა პასუხი უნდა გასცეს, რომელმაც ქართულ ოცნებას ხმა მივეცეთ და ოპოზიციას ვუსმევ იგივე კითხვას, ანუ ქართული ოცნების ამომრჩეველს რა პასუხს სცემს 1,158,000 ადამიანს რა პასუხს სცემს, რომელმაც ავირჩიეთ ქართული ოცნება. უბრალოდ გვითხრას რა, ანუ ჩვენ ადამიანები არ ვართ, თუ მათ ამბიციებზე უნდა ვიაროთ და ყოველ წელიწად შექმნილი რაღაცა ის დისკუსიები და ყოველ წელიწად შექმნილი მიტინგებით რომ იძახიან ეს ოპოზიციური სპექტრი, რომ არჩევნები გაყავდა, აი ამის მათ პოტენციურ ამბიციებს უნდა ავყვეთ და ამიტომ ეს არჩევნები არალეგიტიმურად ჩავთვალოთ და ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ კიდევ მეორე არჩევნები ჩატარდეს. ეს ხო წარმოუდგენელია. ეს არ მოხდება ამ ქვეყანაში და არჩევნები მეორედ არ ჩატარდება, იმიტომ რომ ჩვენ მივეცით ქართულ ოცნებას ხმა და ეს ციფრი არის უპრეცედენტო და ეს ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს, შეეგუოს რეალობას. თქვენ როგორ ხედავთ აი მაშინ გამოსავალს, ხო? ფაქტი არის, რომ ეს აქციები მიმდინარეობს როგორც თბილისში, ისე ხედავთ აი ამ აქციებს ბათუმში, ასე შემდეგ და არის გართულებული ხო საზოგადოებაშიც არის, თქვათ, ადამიანებს თუ აქვთ განსხვავებული აზრი ერთმანეთში არის ეს დაპირისპირება, ხო? რა გამოსავალი აი აქ რა არის? ხო, ჩვენ ცხოვრობთ პირველ რიგში დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც რა თქმა უნდა განსხვავებული აზრები იქნება და რა თქმა უნდა ყველა ერთადზე ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ მე მყავს ჩემი კონკრეტული პოლიტიკური გუნდი, რომელიც მე მომწონს და კონკრეტულ ადამიანს ყავს მისთვის განსხვავებული პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მოწონს. შესაბამისად, ჩვენი აზრები თანხვედრაში ვერ იქნება, მაგრამ რაც შეეხება საზოგადოების შფოთვას და ამ მიტინგებს, მე მოუწოდებ პირველ რიგში ოპოზიციურ სპექტრს პატივი ეცეს საკუთარ ამომრჩეველს, რომლის ციფრი საკმაოდ მაღალია, სადღაც 700,000-მდე და კეთილი ინებოს და შევიდეს პარლამენტში და აუსრულოს
საკუთარ ამომრჩეველს ის სურვილები, რაც შეპირდა. მიტინგებით და გარე პროტესტებით ვერაფერს ვერ მიაღწევს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მსგავს პროცესებს რა შედეგები მოყვება ხშირად. მე მოუწოდებ ოპოზიციას, შევიდეს პარლამენტში, პატივისცეს თავის ამომრჩეველს და გააკეთოს ერთხელ და სამუდამოდ ქართველი ხალხისთვის საქმე. ეს არის ჩემი პასუხი. გასაგებია, მადლობა მაგრად, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. და მე აუცილებლად თუ ნებას მომცემთ, აუცილებლად მინდა ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ანუ ძალადობაზე წავიდა საუბარი ბატონო ვახო და მე მინდა მოუწოდო ჩემს თანატოლებს, რომლებიც დგანან ახლა მიტინგზე და ასე ვთქვათ საუბრობენ. და მე როგორც რიგითი მოქალაქე თან აფხაზი ვეუბნები მათ, რომ მათზე დარტყმული ხელი, ეს არის ჩემზე დარტყმული ხელი. იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენი მომავალი. პოლიციაზე და სპეცრაზმზე დარტყმული ხელი, ესეც ჩემზე დარტყმული ხელია, იმიტომ რომ ისინი დაიცავენ ჩემს სახელმწიფოს, სანამ მე გავიღვიძებ რამე რომ მოხდეს ამ ქვეყანაში და ამიტომ შერჩევითი სამართალი ნუ აქვთ და ყოველდღიურად რომ ძალადობენ თუნდაც პოლიტიკური არხები, თუნდაც საზოგადოების გარკვეული სეგმენტი ჩვენზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ყველაფერს სახლიდან ვუყურებთ და არ ვეგებით მაგ პროვოკაციებზე, ამაზე იფიქრონ და შეწყვიტონ ეს ტრაგიკული ბულინგი თითოეულ ადამიანებზე. მადლობა, ბაგრატ გრუზინსკი იყო და პირდაპირ ჩართვა ბათუმის სტუდიიდან. დღეს მადლობა დავასრულოთ. წლის ბოლო გადაცემით უკვე 30 დეკემბერს შევხვდებით. მშვიდობიან ღამის გისურვებთ, გაგრძელდებოდეთ.